განვიხილოთ 4-წლიანი ამოცანა, ორი ჭურჭლიდან თითოეული ჩასხმული 10 კილოგრამი მარილწნარი, მეორე ჭურჭელში 4-ჯერ მეტია პროცენტულად პირველში ჩასხმული, ესე ვთქვათ, მჟავისა. თანაბარი რაოდენობა აქვს, თუმცა 4-ჯერ მეტია პროცენტულად მარილი მეორეში ვიდრე პირველში. და რამდენი კილოგრამი მარილწნარი უნდა გადავასხათ პირველი და მეორეში, რომ ეს ფარდობა შემცირდეს 3-მდე და რა 4-ჯერ მეტი, არამედ 3-ჯერ მეტი იყოს. შემოვიტანოთ აღნიშვნები, რომ პირველში მარილის რაოდენობა x-ია, ხოლო მეორეში 4x. აქ თქო უნდა სუსტი პასუხი არ გვაქვს შესაძლოა, მაგალითად, პირველში 10% იყოს, ანუ 1 კილოგრამი და მეორეში იყოს 4 კილოგრამი. ან იყოს 2 კილოგრამი და მეორეში იყოს 8 კილოგრამი, მაგრამ 3-ზე უკვე გათვლა აღარ არის, იმიტომ რომ თუ 3 იქნება 12 უნდა იყოს, რაც 10 ასე ვთქვათ, 10 კილოგრამზე მეტ ცდება და ეს აბსურდია უკვე. მაგრამ ამოცანას სულ სხვა რამეს ვეკითხება, მიყვეთ ეს გადასხმა მოხდა, ანუ პირველიდან აი ამ 10 ლიტრს თუ 10 კილოგრამს რაოდენობა გამოაკლდა, ხოლო მეორეში, სადაც 4x-ია, აქ დაემატა. და მნიშვნელებში დავწერე, რომ პირველი შემთხვევა გვაქვს 10 - p, ხოლო მეორე არის 10 + p. ეს არის საერთო ხსნარის სიდიდე. ეხლა გვჭირდება ძალიან ესეთი საკვანძო მომენტის გავლა, რადგან მე ვიცი, რომ პირველ ხსნარში x კილოგრამი იყო მარილი და დანარჩენი წყალი, ან სხვა მინერალები. მაშინ x აი ამ მარილ ხსნარს უნდა გამოაკლდეს ის ხსნარი, რომელიც ბრჭყალებში p ხსნარმა წაიღო. რაცა p კილოგრამი ხო გადაასხეს 1 მილიგრამი. ამან თავის მხრივ მარილიც ბრჭყალებში წაიღო. და ეს გამოისახება ფორმულით. p გამრავლებული x-ი შეფარდებული 10-თან. p გასაგებია, ეს არის ის რაოდენობა, რომელიც გადაასხეს. x-ი შეფარდებული 10-თან აჩვენებს ერთეულზე გაანგარიშებით, ლიტრის ერთეულზე გაანგარიშებით, გადასხმულ მარილის რაოდენობას. მაგალითად, თუ კი 1 ლიტრი გადაასხეს, ეს იმას ნიშნავს, რომ წაუღიათ, ასე ვთქვათ, მარილის მიათედი ნაწილი. და მართლაც ასეა. თუ კი დავუშვათ, რომ 1 კილოგრამი იყო მარილი, 1 ლიტრის შედეგად წაიღებდნენ მარილის მიათედს. თუ ყველა მაშინ ჯერად მარილის მოცულობას. ანუ p გამრავლებული x-ზე და შეფარდებული 10-თან აღნიშნავს, თუ კი პირველი ხსნარიდან მარილის რა რაოდენობა დარჩებოდა x - px მიათედი. ანუ px მიათედი არის საკვანძო მომენტი. ხოლო მეორეში პირიქით, თუ კი იყო 4x მარილის რაოდენობა, მას დაემატებოდა p გამრავლებული x მიათედზე. ანუ ვიზუალურად რო წარმოვიდგინოთ, p ლიტრი რაღაცა რო გადაასხეს, ამას გახლება არა მთლიანად მარილის რაოდენობა, არამედ მისი წილობრივი მონაცემი, ამ შემთხვევაში x-ი მიათედით გამოსახული. მაგრამ მე უფრო გავამართლე ამ ამოცანას იქიდან გამომდინარე, რომ პირველი ხსნარიდან რაც არ უნდა გადმოესხათ, მასში წილობრივად დარჩებოდა მაინც იგივე. ანუ თუ კი 10 ლიტრია ხსნარი და 1 კილოგრამი მარილია, რა რაოდენობა x-იც არ უნდა გადავასხათ, წილობრივად პროცენტული წილი მარილისა იგივე დარჩება, ხო? აქედან გამომდინარე, არ დავწერ პირველ ამოცანას, პირველ მოტოლობას, ასე ვთქვათ, x - p შეფარდებული 10-თან, არამედ დავწერ x-ი შეფარდებული 10-ს, ჩვეულებრივად გაყოფა, მაგრამ პირდაპირ გადავაქციე წილადი, 4x + px-ი შეფარდებული 10-თან შეფარდებული 10 + x-თან ამოტრიალდა წილადის თვისებიდან გამომდინარე და მარტივი გაპარტივებით x-ი თუ გამოვიტანთ ბრჭყილებს გარეთ, ვთქვათ, გაბათილდება, დაგვრჩება 10 + p შეფარდებული 40 + p-სთან, რაც 1/3 ტოლია და აქედან p უდრის 5 litrს. აი ესეთი მარტივი ამოხსნით ეძლების დაგვარად პასუხი არის 5 ლიტრი. ან თუ კი 5 litrს ხსნარს გადმოასხამთ პირველიდან მეორეში, მაშინ აი ეს 1/3 პროპორცია დაჯდება მარილის წილობრივ მაჩვენებლებს შორის.
ეს იყო მთლიანად ეს მეოთხე პირველი ოთხგოლიანი ამოცანის ამოხსნა. და ეხლა შევგვთავაზებთ ბოლო 51 ამოცანას.